ქუთაისი ახსენებ ამ ქართული სულის უძველესი ქალაქის სახელს და უმალ რაღაც თავისთავადი სითბო და სურნელი გეუფლება. თითქოს შენც აქ დაიბადე, აქ გაატარე სანეტარო ბავშვობის ხანა, თითქოს აქ იყავი ანთებული პირველი სიყვარულის ნეტარი ალით. ქუთაისი თითქოს სულ გეძახდა, თავისკენ გიხმობდა ეს უძველესი ქალაქი, რიონის ხეობა და ჰა, შენც აქ ხარ, უმალვე იგრძენი რა მშობლიურია აქ ყოველივე და როგორ არის მისი მიწის ყოველი გოჯი დაკავშირებული შენი ერის ისტორიასთან, შენს გენეტიკასთან. ქუთაისი ახსენებ ამ ქართული სულის უძველესი ქალაქის სახელს და გრძნობ, რომ ეს სემანტიკა დიდი პოეზიის, მუსიკის, მაღალი ხელოვნების ღვთაებრივი ნაზავია. ქუთაისის ხასიათი არის სავსე სიყვარულით, საერთოდ ადამიანების მიმართ. კეთილ განწყობილი ადამიანები არიან. აი ეს რაღაცნაირად შეგიყვარდება რა. ჩვენი ქალაქი არის სიმღერის აკვანი. აქედან დაიწყეთ. უბრალოდ მთელ საქართველოში ძეგლი სიმღერას დებლის შხნელების სახით ჩვენს ქალაქში უდგას და ეს ძალიან ფასეული და ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ყოველთვის როცა ჩვენი საღამოები იმართება ხოლმე ყოველთვის ეს გასდევს ძირითად ლეიტმოტივად. ქუთაისი ჩემთვის მშობლიური ქალაქია, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქ მუშაობ და მინდა უსურვო ყველა ქუთაისელს წარმატებები, ბედნიერება, განსაკუთრებით ჩემს მშობლიურ მესხიშვილის თეატრს. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ აი ამ მშვენიერ სახლს. ბევრს შეიძლება პირდაპირ ეცნო კიდევაც. Capindi! Ale! Aperis! Lampedusa Medusa! ისე უნდა გითხრათ, რომ გადაღება ქუთაისში ძალიან ძნელი იყო. იმიტომ რომ ქუთაისელი ხო არა ძალიან სტუმარ მოყვარე და ერთგვარად ეს სტუმარ მასპინძლო დამეხმარა მე, იმიტომ რომ თუ გახსოვთ ასეთი ზემო ტაძარში არის პარტები არის და კლასი არის და მე კეიფი რო არის, ხო გახსოვთ? აი თემიკო ჩირგაძე რო უძღვება ამას და მე ვთხოვე ქუთაისს წაიყვანა და დაათვრეთ მეთქი. იმიტომ რომ მე ეს ძალიან ნატურალურად გამოვიდა. ჩვენ თეთხიძე ვიმყოფებით, აქედან იწყება ჩვენი მონათხრობი ქუთაისზე. შევხვდებით ქუთაისის მშვენიერ მოსახლეობას, გავეცნობით მის ნამდვილ სულს. აი ეს შენობა ახლა, რომელსაც თქვენ უკვე კადრში ხედავთ, არის ის ცნობილი შენობა, რომელიც დაუვიწყარია. აქ ერთნი ამბობენ, რომ თვითონ ამ შენობას ერქვა ოქროჩარდახი, მეორენი ამბობენ, რომ ეს იყო საზაფხულო რეზიდენცია, ეს იყო მეფეთა საცხოვრისი, მეფეთა ცენტრალური მეფეთა უბანი არის და ცენტრალური ადგილი იყო აქა და უამრავი რამ ახსოვს ამ შენობას, აი ამ შემოგარენს ყველაფერს და როგორც ყარათაშვილის ბედი ქართლისაში არის აღწერილი ერიკლე მეფე ამ ომის შემდეგ რომ არის იქ არაგვის პირას გულჯავრიანად წყალში გადამზირალი იქ არაგვზია ლაპარაკი, აი ასე იყო ეს ჩვენი მეფეები, სწორედ აი ამ ჩარდახიდან გულჯავრიანად იქით გადამცქირალი, იმიტომ რომ საჯავრო და საფიქრალი პრობლემა არ ელეოდა ჩვენს ქართველ მეფეებს, მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ ის არის, რომ აი აქედან ალბათ დაიწყო საქართველოს მთლიანობის იდეის განხორციელება მეფე ბაგრატ მესამის დროს და სწორედ 900-იანი წლების ბოლოს გაერთიანდა საქართველო და აი ეს სამეფო თითქმის 140-მდე წელი
ერთიანი საქართველოსი, როდესაც დედაქალაქი იყო ქუთაისი და აქედან იმართებოდა მთელი საქართველო, არის ოქროს ასოები ჩაწერილი ჩვენს ისტორიაში. რამდენი რამის თქმა შეიძლება აქედან, რამდენი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს არის ჩვენი ლამაზი, ჩვენი მშვენიერი ქუთაისის ერთი ყველაზე უფრო შემამკობელი, ერთი ყველაზე უფრო ამაღლებული გრძნობების მომნიჭებელი ადგილი. აი ახლა თქვენ გრძნობთ როგორ უბერავს აქ ქარები. ეს ქარები თურმე არავის არ გავს ამ ქვეყანაზე და მხოლოდ ქუთაისური ქარებია. როცა დათბება და მზე ჩატკბება შემკულ დაისში, უნდა ასრულდეს რაც მენატრება, უნდა ჩავფრინდე ჩემს ქუთაისში. ჩემი აპრილის ვნახო კისკისი, ჩემი რიონის ახლად აშვება, ატმის ხეების მწველი გიზგიზი, ტყემლის ხეების გაფარფაშება, ბოლოცივ ზამთრის საშიშროების სასრომ 1000-ჯერ ფერი ეცვლება, ქაფმოდებული ვაშლის შტოები, კომში შტოების დანაკვერცხლება, ისურნელი შუა ქალაქში, შუა ქუჩებში ჭრელი პეპლები, ჩემი წარსულის ძველი დარაჯი, ჩემი ბაგრატის ციხის კედლები, ახლაც ნათელი, თითქოს ქვაკირში ჩვენი ასწლები შუქიერიოს, ვნახო სიძველე ახალ აპრილში, ისევ ვეწვიო უქმიერიონს, თიდან უსმინო ბგერას უთვალავს, თითქოს ყველასთან სიმიგამებას და განაბულად ენის უთქმელად შევხვდე მშობლიურ შემოღამებას. ნახო ბინდ-ბუნდში როგორ გაქრება მთები ზეცამდე შემართულები, მერე რიონზე აკიაფდება ჩემი ბავშვობის ელნათურები. რა აღარ ახსოვს ამ უძველეს ნანგრევებს, თუნდაც დღეს ასე პოეტურად მჟღერ უქიმერიონის ნაშთებს. მეოთხე-მესამე ათასწლეულებში უკვე საქვეყნოდ იყო ცნობილი ჩვენი ქუთაისი, როგორც ოქრომრავალი კოლხეთის სატახტო ქალაქი. აქ ედგა ტახტი აიეტს, აქაურია კოლხი მედიაც, რომლის სახელს ეფუძნება ყველა ენაზე ერთნაირი მნიშვნელობის სიტყვა მედიცინა. აქ იყო ოქროს საწმისით, სიმდიდრის, დოვლათის მიმზიდველი სიმბოლო. ამ სასიამოვნო ფაქტს კი ქუთაისი დაინტერესებული უცხოელი, მოგზაური თუ ტურისტი დღეს ვერანაირად ვერ შეიტყობს. სხვა ქვეყნები და ქალაქები კი ანალოგიურ ვითარებაში უდიდეს რეკლამას გაუკეთებდნენ ამ მოვლენას. თუმცა შორეულ ისტორიაზე საუბრის დრო არც ჩვენ გვაქვს, ვერც იმას ვიტყვით რიგიანად, რა პატრიოტობა, სიმამაცე და დიპლომატიური ნიჭი გამოავლინეს ჩვენმა დიდმა ქართველებმა, ვინც უმრწმეს მეფე ბაგრატ მესამეს გვერდით დაუდგნენ და შეძლეს სამშობლოს გაერთიანება. საფუძველი ძლევამოსილი ქვეყნისა კი აქ ქუთაისის მიწაში ჩაადუღაბეს. მერე ბაგრატ მესამემ ხელთუქმნელი ტაძარი ააგებინა, ვითარცა სიმბოლო საქართველოს ურღვევი მთლიანობისა. ვაგლახ რომ დიდხანს არ გასტანა დიდმა და ერთიანმა საქართველომ. მონღოლთა წაცამლეკავმა შემოსევა მოარღვია ქუთაისური დუღაბი და შემდგომ 6 საუკუნე იყო დაცემი, აღდგენის, ისევ დაცემის ხანა. დანაწევრდა საქართველო, ჩვენი სამშობლო. ქუთაისის იმერეთის სამეფოს ტახტზე კი ერთეული მეფეები 4-5-ჯერ აღზევებულან. სამეფო ტახტზე ვხედავთ გურიელსაც და ავანტიურის ჭუჭუნაიშვილსაც. აქაურ ციხეებში ძირითადად თურქები ისხდნენ და ქართველ ფეოდალთა მხარდაჭერით ულამაზესი ქართველი გოგო-ბიჭებით აღავსებდნენ აზიის მონათა ბაზრებს. სულ ბოლო ნაკადი თურქეთსა და ირანში გასაყიდ ხმაწვილებისა თახსირმა ტოტლებენმა წალალა რუსეთისაკენ. აქედან ბევრმა ისახელა თავი. გამოვარჩევთ ერთ ხმაწვილს, რომელიც 1812 წლის რუსეთ-საფრანგეთის ომში უკვე გენერალი იყო, 27 წლისა. იგი ამ ომში გარდაიცვალა და მისი გვარი იყო გრაფი ქუთაისოვი. ისტორიული დოკუმენტით კი ყოფილა კიკიანი. გალაქტიონის მუზეების ხაპრული კოშკი აქ ქუთაისში იდგა. ლექსების პირველი წიგნი, პირველი აღიარება და პირველი სიყვარულის სურნელიც აქ იგრძნო დიდმა პოეტმა. მართლაც როგორი გრძნობა აკაკის და გალაქტიონის ერთდროულად სეირნობა ქუთაისის ქუჩებში და თუ დაუმატებთ რომ ამ დროს აქ იყვნენ პაოლო და ტიციანიც
ცისფერ ყანწელთა მთელი ჯგუფი სიამაყით აღივსები. ჩვენ ვიმყოფებით პატივცემულო ტელემაყურებლებო ქუთაისისთვის მეტად გამორჩეულ ადგილას. ამას გადაყუდებულ კაფესაც ეძახიან, არა? თეთრი ქვები და თან გადაყუდებულ კაფე. გადაყუდებული კაფე. ბევრ ნაწარმოებში ჩანს ეს ღირსეული ადგილია ძალიან. ცისფერ ყანწელის ეს ორდენი ჩამოყალიბდა 1916 წელს. მათი სურვილი იყო, რომ მოდერნიზმი შეეტანათ ქართულ წერლობაში, გარდაექმნათ ქართული ლექსი, როგორც ჩანს მაშინ ეს ევროპული სურვილი იყო უფრო, იმიტომ რომ ეს ევროპიზირებული ავტორები იყვნენ აქა, ინტელექტუალები იყვნენ და ძალიან კარგად იცოდნენ ყველაფერი. მე მინდა წარვადგინო თქვენ წინაშე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მთავარი რეჟისორი, როგორც გინდათ გაიგეთ და თქვენ იცით უკვე მისი სახელი, ბატონი გიორგი სიხარულიძე. შვილი გახლავთ ჩვენი საყვარელი გომარ სიხარულიძისა და ბედნიერება არის სწორედ რომ აი ქუთაის ასეთი ახალგაზრდა შემოქმედი მოევლინა და აგრძელებს იმ დიდ სახელოვან ტრადიციებს, რომელიც მას დახვდა და გააუმჯობესა კიდევ ასე რომ ვთქვათ. ქუთაისი ოდითგანვე კულტურის დედაქალაქი იყო. და ნიშნად დიდი სიყვარულისა თეატრისადმი ქალაქმა ძეგლი დაუდგა თეატრს. ჩემთვის იყო უდიდესი გამოწვევა აქ ჩამოსვლა, ეს არის დიდი პატივი. ხელმძღვანელობდა ისეთ ტრადიციების მქონე თეატრს, როგორიც არის მესხიშვილის თეატრი. და ხშირად ვამბობ ამას, სანამ მიარსებებს ქართული თეატრი, მესხიშვილის თეატრი მუდამ მიარსებებს როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტი ქართული თეატრისა. ნახეთ რა შემადგენლობაა, როგორი ტრადიციების მქონე თეატრია. თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ წელიწადს ამ თეატრში აი მხატვრებს რო გადავხედოთ. ერთდროულად მოღვაწეობდნენ დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, პეტრე ოცხელი. აღარ ვსაუბრობ რეჟისორებზე და მსახიობების მთელი კოჰორტა. გენიალური მსახიობების თუ კი ვინმე გაგვახსენდება დღეს ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავი, ყველა აქ არის. ეს არის მცირე სცენის შესასვლელი, რომელიც 2008 წელს გავაკეთეთ. დიდი სურვილი იყო დასის, რომ მცირე სცენა ყოფილიყო თეატრში. მოგეხსენებათ, რამხელა თეატრია მესხიშვილის თეატრის სცენა და ეს განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული თეატრალური სივრცეა. წელს არის 130 წელი პროფესიული თეატრის დაარსებიდან. პროფესიული თეატრის დამაარსებელია კოტე მესხი და ამ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ მისი სახელობის ლოჟა გავხსენით. მოგწანდით. ქართული საზოგადოება ყალიბდება აქ. ვასილ ამაშუკელი ამ ქუთათურმა დიდმა ხელოვანმა მსოფლიოში პირველი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მანვე გამოიყენა პირველმა ეგრეთ წოდებული მსხვილი პლანი. კურთხეულ იყოს მისი სახელი. ეს მან აჩუქა ქართველ ერს აკაკის რაჭა ლეჩხუმში მოგზაურობის უნიკალური კადრები. საფირო მე ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო ნეონი დაბრუნებულარ კურნალად შენაკარეო. აკაკი და ქუთაისი როგორი სიმჭიდროვე და ერთსულოვნება ამ გამოთქმაში. მოუწყობელი პირადი ცხოვრებით დაღლილი დიდი პოეტი მუდამ ქუთაისისკენ მოისწრაფოდა სულის დასავანებლად, ენერგიის აღსადგენად. აკაკი წერეთელს ყველგან დიდ სიყვარულს უგებდნენ ფიანდაზად, მაგრამ მას მაინც ქუთაისისკენ მოუხაროდა, რადგან აქ დიდ წინაპართა სულებთან შეეძლო ჩურჩული, რადგანაც აქ სხვაგვარად ესალბუნებოდა ფიქრით გაცხელებულ შუბლს რიონის ხეობის ქარი, რადგანაც ამ ქალაქის სივრცეში იყო დანთქმული მისი უბედნიერესი ბავშვობის და სიჭაბუკის წლები.
დიდ მგოსანს ბევრი ახლობელი და მეგობარი ყავდა ქუთაისში. 1907 წლის 14 დეკემბერს ქუთათურებმა დიდი ზეიმით აღნიშნეს მისი შემოქმედების 9 საუკუნის იუბილე. ეს იყო წინაკვირი თბილისში გამართული საიუბილეო ზეიმის გაგრძელება. ეს ფოტოები ნათლად ასახავს ამ სახალხო დღესასწაულს. ზეიმი დილითვე დაიწყო. აკაკი მისღამე ნათესავის ბეჟან წერეთლის ოჯახში გაათია. ბეჟანის მეუღლე გახლდათ მხცოვანი პოეტის უცნაური და უკანასკნელი სიყვარულის ტასო ბაგრატიონის დაი ნიცა ბაგრატიონი. ქუთაისის მეეტლეთა მეთაური თეთრი ნავდით და წილამურებიანი ქუდით მოსილი ცხენენჯი მელიას ეტლი დილითვე მიადგა ბეჟან წერეთლის სახლს და ზეიმის ასე დაიწყო. აქ 2-20 სიტყვით მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ქუთათურებმა სიყვარულის ოკეანე აჩვენეს ცრემლმორეულ აკაკი წერეთელს. გალაქტიონს აი მიზეზი გულოჩემო, აი მიზეზი. ქუთაისის ცნობილ გიმნაზიაში არ უსწავლია, მაგრამ დიდი რამ სიყვარული გამოჰყოლია თან. ეს ნაზავი არის ქუთაისის სიყვარულთან ასაკვირველია. ეს ადგილები ეხლაც ნაზია, როგორც ოცნება ძველი არის. ეხლაც ქართულის დგას გიმნაზია და ვაკეების სემინარიის. გააძლიერა ქუთაისმა საქართველო ყველა დარგში, ყველა სფეროში. გააძლიერა განსაკუთრებით იმ სულიერ სფეროში, რომელსაც მწერლობა ქვია. ბედნიერება არის, რომ 100 ქვეყანაში არის უკვე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი. ეს არის ისეთი უნიკალური მოვლენა ეს გაბონოვი. ის შიმშილით დაავადდა ფაქტიურად აქ ჭრეხი გაუჩნდა იმას. მან რო თარგმნა ივრითის ენაზე ვეფხისტყაოსანი, მსგავსი შემთხვევა არ არის. აი რამდენიმე თარგმნილი რუსულ ენაზე არის, 3 ფრანგულ ენაზე არის, იქ 1 პროზაული, 2 პოეტური ინგლისურ ენაზე. ყველაზე უნიკალურად მაღალი არის გაბონოვის თარგმნილი. გაბონოვმა არა მარტო ეს თარგმნა, არამედ ძველი მწერლობის ნიმუშების თარგმნა და ილია აკაკი ვაჟას თარგმნა ბარათაშვილის რასაკვირველია. მე მინახავს მისი ხელნაწერი თამაზ ჩხენკელის ოჯახში, თამაზ ბიბილურის ოჯახში. ეს არის რაღაცა კლასიკური მოდელი. აი როგორი ხატავს თავის ივრითის ასოებით, თავის აზრებს ალბათ იქა და სასურველი არის, რომ როგორც კარგად არის ეს ბარელიეფი კედელზე, აი იქ ის ნიში, ის სკულპტურული ნაწარმოები, ეს სიყვარულს ნიშნავს, მაგრამ სასურველია, რომ ჩვენი ქუთაისის ხელმძღვანელობა ალბათ ძალიან კარგად გააკეთებს ამას ყველაფერს. აქ ყვავილსაც დადგავ შეუბატონო და ეს იქნება ნამდვილი დაფასება, ასე გარეგნული, თორე ჩვენ ყველანი ვაფასებთ, გვიყვარს და ყოველთვის გვეყვარება ბორის დოვგაპონოვი. ადრე კათოლიკები ლოცულობდნენ აქ და ეს უბანი მთლიანად ქუთაისში არის კათოლიკების ცენტრალური უბანია. ბევრ ადგილას ცხოვრობენ ისე სხვადასხვა ადგილას, მაგრამ აქ უფრო კომპაქტური დასახლება იყო. აქ იდგა ალბათ გალაქტიონ ტაბიძე, როდესაც დაწერა ასეთი ლექსი: ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს გადირეკს ნოემბრის ბაღები, ხურვალევ ნებები გამივლის, სასახლის ჩაქრება ჭაღები, დარჩება აუსთან სანდალი და ძველი ფოთლები ყვითელი, რომანზე ისვენებს შანდალი, რომანში შეშლილის ყვითელი, ვეწვევით უმანკო მამათა სულიერ ჩასახვის სავანეს, აქ შავი თოვლივით დამათოვს ჭვარტლი და ბურუსი თავანის, სიმკაცრით შემხედავს საშვენი, თვალები შეკრული კამარის, ჯვარს ეცვი, თუ გინდა საშველი, არ არის, არ არის, არ არის. ქუთაისის კათოლიკეთა, ანუ ფრანგების უბანში ცხოვრობდა მრავალშვილიანი ოჯახი ფალიაშვილებისა. აქ გაატარა ბავშვობა გენიალურმა ზაქარია ფალიაშვილმა. აქვეა დღეს მისი სახლ-მუზეუმიც. სახლ-მუზეუმის გვერდით კი ნარეკლით მოსილი ძველ ქუთათურთა საცხოვრისია.
ქალაქის ერთ ყველაზე კოლორიტულ ზეგანს გაბაშვილის გორა ქვია. აქ მიუცია საცხოვრისი სოლომონ პირველს თბილისიდან ექსორია ქმნილ დეკანოზ ზაქარია გაბაშვილის ოჯახისათვის. დიდ ლირიკოს პოეტს ბესარიონ გაბაშვილსაც აქ უცხოვრია. აქ იგი 20 წლისა ჩამოვიდა და 21 წელი იცხოვრა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ სწორედ აქ შექმნა ლირიკის შედევრები. იმერეთიდან გიორგი მეფის მიერ ევროპაში წარგზავნილი 1791 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა რუმინეთის ქალაქ იასში. მისი საფლავი გიორგი ლეონიძე მინახულა, საფლავის ქვაც აღწერა. მერი აქ ძველ სასაფლაოს ტერიტორიაზე ცათამბრჯენის შენობა დადგეს. მანამდე ყველა გააფრთხილეს, თავიანთი მიცვალებულებისთვის ყურადღება მიექციათ, გადაესვენებინათ სხვა სასაფლაოზე. საქართველოში დროზე შეიტყვეს ეს ამბავი, მაგრამ არაფერი იღონეს. ასე გაქრა კლასიკოსის შემოქმედის ნეშტი. საფლავის ქვა კი გადარჩა და რუმინეთის ერთ ოჯახში ინახებოდა 1985 წლამდე. ახლაც ალბათ იქვია. დღეს ვინმე დაინტერესდება იმ თლილი ქვით საუკუნეზე მეტი ბესიკის საფლავზე რომ იდო? საყვარელ ქუთათურებს მოგრძალებით შევახსენებთ, რომ ბესარიონ გაბაშვილი დიდი და ღირსეული წინაპარია, დიდი ქართველია, დიდი შემოქმედია, დიდი ქუთაისელია. დღეს გაბაშვილების გორაზე ყოველგვარი ნიში გამქრალა, რაც აქ ძველ მოსახლეობას ადასტურებდა. ცეც წასულს პატივი და ვიამაყოთ, რომ ბესიკი ბოლოს ქუთაისელი იყო, აქ ქმნიდა თავის შედევრებს. შეაგროვონ მოქალაქეებმა თანხები და გავაკეთოთ მისი პატივსაცემად რაიმე ნიში, რომელსაც ექნება ჯეროვანი წარწერა და ჩამოვიტანოთ ის საფლავის ქვაც. ჩამოვიტანოთ. გიორგი იშხნელის ოჯახში ყველა მღეროდა. ყველას ასვიფრებდნენ მისი ქალიშვილები ნინო, თამარ, სინაი და ალექსანდრა მარიამი. აკაკის იუბილის დროს ისინი 12-14 წლისანი იყვნენ და თავიანთ რეპერტუარში ძირითადად აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შექონდა. მერე ქვეყანა მოიარა თავის დროის ყველაზე პოპულარულმა კვარტეტმა. ბოლოს მარტო დარჩა ქალბატონი თამარი, რომელიც სევდიან რომანსებს მღეროდა ეულად. დების შეხმატკილებულ მელოდიებში იყო რაღაც ანდამატი ჩაბუდებული. დების ნამღერში ცოცხლდებოდა საქართველოს უდიდესი სასიმღერო ტრადიცია. ჭეშმარიტად უკვდავია ეს მელოდია და უკვდავნი არიან დები იშხნელები. დღეს ეს კარმიდამო ხელაძეებს ეკუთვნით. აი, აქ მდგარა ლამაზი პატარა კოპწია იმერული სახლი, რომელიც უხირავებიათ ახალ შეუღლებულებს მელქისედეკ ასათიანს და ხალბატონ ლიდა ცქიტიშვილს, ლადო ასათიანის მშობლებს და აქ დაუდევთ ბინა და აქ შეეძინათ მათ სამი შვილი, ლადო ასათიანი, გოგიტა ასათიანი და მედია ხალბატონი მედია ასათიანი, რომელთანაც მქონდა პატივი ხშირად საუბრისა და ჩაწერილიც გვაქვს ძალიან ბევრი მისი მოგონებები თავის ოჯახზე, ლამაზე და ტრაგიკულზე. ქუთაისი მრავალთა შთაგონების, შემოქმედების აკვანი. მე აქ დავწერე ლექსი პირველი, თქვა ლადო ასათიანმა, რომელმაც როგორც ჩანს, ყველაფერი პირველი და დაუვიწყარი ამ ქალაქში განიცადა და შეიგრძნა. ჩვენ ცხოვრობდით ქუთაისში. მამამ სწავლობდა ქუთაისში გიმნაზიაში. აქ გაიცნო დედა, შეირთო ცოლად და მუშაობდნენ ქუთაისში. მამა მუშაობდა რიონგერში, მაშინ მშენებლობა იყო რიონგერში, განათლების განყოფილების გამგედ. და
დედაც ჩვენ საკუთარი სახლი ქუთაისში არ ჰქონდა და დაგირავებული ჰქონდა მაშინ თურმე ასე ეძახდნენ კუჩით აღებული მღვდელი ანთაძის ოჯახში. ამ ქუჩას ერქვა მაშინ მესხეთის ქუჩა და ლადო ასათიანის ის ორი ცნობილი ლექსი რომ არის საახალწლო ორი იქ ამბობს რომ აი მესხეთის ქუჩაზე და ლელქაშების კი არის ნახსენები, მაგრამ ახლა მოგეხსენებათ აქ არც ლელქაშია, არც ჭაობია და როგორც ხმით კარგად ხვდებით, ძალიან მძლავრი არტერია ეს ქუჩა. ლადო ასათიანის სახელი დიდი ხანი არ არის, რაც შეარქვეს ამ მესხეთის ქუჩას და დარჩება ლამაზ მოგონებად ყოველთვის ამ სივრცეს, ამ მიწას, რომ აი აქ დაიბადა ლადო ასათიანი. ლადო ავალიანი, რევაზ მარგიანი, გიორგი კალანდაძე, ალეკო შენგელია, ალიოშა საჯაია, ანდრო თევზაძე, შალვა ამისულაშვილი და ლადო ასათიანი ლენინის ორდენის მიღებას ულოცავენ შალვა დადიანს. სამწუხაროდ ესაა ერთადერთი დოკუმენტური კადრი, სადაც ლადო ასათიანი ჩანს. მალე მოვა გაზაფხული და ვარტყავილებით შეიმკობა ჩვენი საქართველოს სიამაყე შნოდა ჯავარი, პოეზიის და მაღალი ხელოვნების ქალაქი ქუთაისი. მშვიდობა შენს ქართული სულით ახსავსე ოჯახებს, შენს დარბაისელ მოსახლეობას, შენს თვალხატულა გოგო ბიჭებს, სტუმარი არ მოგაკლოს ღმერთმა და სტუმრის დახვედრის უნარი. David's Kebab.